ბათუმის საზღვაო აკადემია ახალ სეზონს განახლებული სასწავლო პროგრამითა და ახალი ფაკულტეტებით ხვდება, კერძოდ კი სასწავლებელში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა განაახლეს და საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამატეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით დღეს სასწავლებელს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს. აკადემიაში აცხადებენ, რომ წელს ჩარიცხული სტუდენტების რიცხვი გაიზარდა და 500-ს მიაღწია. აკადემიის რექტორის განცხადებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წელს პირველ კურსელთა შორის ბევრი გოგონაა. ისე კეთილდღეობის საქმეს. კაცის სწავლით და გექნებათ კარგი დისციპლინა, კარგი სიახლეები გვაქვს წელს, აღვაგინეთ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაც 2 წელი მილევად რეჟიმში იყო, საგზომად მოთხოვნადი პროფესია იყო და ამას ერთად დავამატეთ საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა, რაზეც მივიღეთ 40 ბავშვი. წელს მანდილოსნებით, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მატება, დაახლოებით 100 მანდილოსანი მივიღეთ და რა ვიცი, აკადემია არის განახლებული თავისი პროგრამებით. საზღვაო აკადემია ეს გამორჩეული დაწესებულება არა მარტო ჩვენს ქალაქში, რეგიონში, არამედ ჩვენს ქვეყანაში. წლევანდელი წელი წარმატებული არის აი ამ მონაცემებით, რაც გვაქვს, იმიტომ რომ კარგად დაკომპლექტდა საზღვაო აკადემია, აღდგა ფაკულტეტი ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მენეჯმენტს ეკება და ამავე დროს საზღვაო ადმინისტრაციამ დახმარება გაუწია დიდ დაწესებულებას. ჩავაბარე აკადემიაში საზღვაო გადასჯობ და ლოჯისტიკის ფაკულტეტზე. არ შეპირველი, იმიტომ რომ თვლის საინტერესო ფაკულტეტია და გამოსადეგი მომავალში. და რა ვიცი, ნახოთ, დიდი იმედები აქვს აკადემიისგან და დიდი იმედები აქვს გამიმართეს. საინტერესო დაიწყო დღე. ორიგინალური დასაწყისი იყო და ეს ფორმები ძალიან სასიამოვნოა და მომწონს და ნახოთ რა იქნება მომავალში.